დედაქალაქის საკრებულოში კომპანია ჰერმესის ანგარიში მოისმინეს. საკრებულოს წევრების განცხადებით აღნიშნული კომპანიის მისამართით, რომელიც თბილისის მასშტაბით სარიტეულო მომსახურებას უზრუნველყოფს, არსებობს გარკვეული შენიშვნები. კითხვები ძირითადად ეხება ტარიფებს, ხომ არ არის ხელოვნურად გაზრდილი თანხის ოდენობა სარიტუალო მომსახურებისთვის. როგორც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, კომპანიას მიეცა ერთთვიანი ვადა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შენიშვნები ის იყო, რომ ტარიფები არის ხელოვნურად გაზრდილი. ეს საკრებულოს წევრმა პირველი რაც დასვეს კითხვები ტარიფებთან დაკავშირებით იყო. ჩვენ დავავალეთ ახლა ახალ ხელმძღვანელობას, რომ ეს საკითხები უმოკლეს ვადაში დააზუსტოს და შემდეგ შეხვედრა რომელიც გვექნება და მოსმენა გვექნება უკვე არა ისეთ როგორც დღეს მეგობრული უფრო მკაცრი და ქსების კეთილმოწყობა, დასუფთავების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული შენობების რემონტი და ასე შემდეგ, ასევე არის ზოგიერთი სამართლებრივი საკითხი, რომლის დახვეწას და გამარტივებას ვაპირებთ და ამ ყველაფერს ჩვენ ძალიან ენერგიულად შემდგომი პერიოდისთვის გავყვებით და განახორციელებთ.